10 gün kaldı. Ჩვენს ბრძოლამდე 10 Şu დღე an bir დარჩა. atıştırmalık yiyoruz. Çok fazla ბევრ კალორიას besin ვერ tüketemiyoruz. ვიღებთ, Kilo რადგან ამ fazlam var მომენტისთვის çünkü ufak. 11 წონა მაქვს. Gördüğünüz gibi meyve როგორც ხედავთ, ახლა ხილს ვამზადებთ. დიეტა საკმაოდ რთული საქმეა რა. Kesinlikle ama kendi adına. კი, მაგრამ საკუთარ თავზე ილაპარაკე. მე 11 წონა არ მაქვს. Rakibin hakkında ne მითხარი, düşünüyorsun? მოწინააღმდეგეზე რას ფიქრობ? Valla çok da fazla bir şey düşünmüyorum. გულწრფელად რომ თქვა ბევრს არაფერს. წარმატებას ვუსურვებ. მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. Başka yapacağım bir şey yok kendisine. Gördüğünüz gibi şefimiz როგორც Ahmet. ხედავთ, ჩვენი შეფი აჰმედი. Maç hazırlıklarında yemeğimizi genelde o hazırlar. ზირთადად ის ამზადებს. დიეტურად ვიკვებებით. ამიტომ აჰმედი ჩვენთვის კარგ კერძებს ამზადებს. მაგრამ ამ დღეებში სამწუხაროდ გვიწევს რომ მხოლოდ ხილი ვჭამოთ. ზოგადად Genel კემპში და olarak კემპის მიღმაც değil, ყოველთვის her სულ zaman, აჰმედთან ერთად ვიყავი. kamp საქართველოში süreci ერთად olsun, normal ვცხოვრობ hayatımda და hep თანაცხოვრება Ahmet'le მზადების beraber ეფექტურობაშიც კარგად გვეხმარება. hazırlıklarımız da tam gaz devam ediyor. Valla bu maçı çok çalıştım. მართლაც ბევრი ვიმუშავეთ ამ ბრძოლისთვის. ჩემი მეტოქი ახლა სხვა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩაიხსნა. არა და განსაკუთრებულად ვემზადებოდი ამ დაპირისპირებისთვის. Valla kilo kesmekle ilgili bir მე კი problemim ჩემს თავს olmadı. ვაჯობე და ახლა უფრო მაგრად მოვემზადე. წონის დაკლებასთან პრობლემა არ მქონია, არც ვარჯიშებთან. ყვება და ყველაფერი ჩვენთვის შესანიშნავად მიდის. თან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აშურხანს მოეწონა გამაში ბრძოლა და ზუსტად ერთ თვეში შემდეგი შეხვედრა ჩაინიშნა. ჩვენთვის ეს დიდი უპირატესობაა. ძალიან კარგად ვართ, მზად ვართ 10-იანზე. Rakibim için hiçbir şey მეტოქეზე düşünmüyorum გულწრფელად açıkçası. რომ გითხრათ, დიდად არაფერს ვფიქრობ, წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ ეს წინა ბრძოლას არ დაემსგავსება. ამას გვირდებით. Yemin ederim. Ananas gibi ısıracağım. ამ ანანასივით შევჭამ მას. Genel olarak maç საერთო analizleri ჯამში yaptık. ბრძოლების ანალიზი Rakiplerimizin, ჩავატარეთ. მეტოქეთა პლუს მინუსები Artılarını შევაფასეთ. eksilerini değerlendirdik. ჩვენ Biz ზედმეტადაც fazla კი ვართ hazırız. მზად. Yani Fikrim karşımızda çünkü her Ronaldo'ya anlamda olan şansları mümkün olduğunu şansı düşünüyorum ben. Maç ბრძოლაში anında doğaçlama იმპროვიზაციით bir şekilde წასვლას ilerlemeyi ვაპირებ, düşünüyorum რადგან მეტოქეს açıkçası. ბევრი სუსტი მხარია. Çünkü rakibimin fazlasıyla eksiği olduğunu düşünüyorum. ვიცოდი რომ ამ Ondan ზონაში dolayı ჩემპიონი zaten bir გავხდება. ay sonrasında ben maç kabul ettim. Çünkü ზადება Sprit'te ამ şampiyon პროცესში olacağımı biliyorum. გრძელდება. Hazırlıklarımız bu süreçte devam ediyor. Ahmet de biliyorsunuz ki იცით, kemer maçı აჰმედსაც atmıştı. გამრისთვის ბრძოლა ჰქონდა. Maalesef ki სამწუხაროდ ცუდად დასრულდა, kötü მაგრამ კარგი kayıp გაკვეთილები yaşamamıza მივიღეთ. rağmen bundan güzel ჩანაწერები dersler გავაკეთეთ çıkardık. Not და aldık, ბევრი çok ვიშრომეთ. çalıştık. ასე გავაგრძელებთ. O მისი şekilde devam რევანშისთვის edeceğiz. ერთად Onun intikamı მოვდივართ. için აქ geliyoruz. მე Hep არა, beraber. ჩვენ ვართ. Ben değil biz var. Valla ben kendim için gayet relax. პირადად მე ძალიან მშვიდად ვარ. ღმერთს მადლობა. როგორც ლოცვით, ისე მძიმე ვარჯიშით გჯერა რომ ძალიან კარგად İdman მოვამზადეთ. yaparak olsun çok çalıştığımıza inanıyorum. Yani çok ter akıttık. Hazırdım üstüne ekledim. მოკლედ მზად ვიყავი და კიდევ უფრო მზად ვარ. ამ ბრძოლაზე ჩემი აზრი ასეთია. ამჯერად აგრესიულ თამაშს ვაჩვენებ და სრულიად განსხვავებულ აჰმედს იხილავთ. იმედი მაქვს შემდეგ ერთად გადავხედავთ ამ ყველაფერს. Umarım bunları da sonra tekrar hep birlikte izleriz. უკვე ბრძოლისკენ რა, მომზადების პერიოდი კარგად გავიარე. ვარჯიშმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა. რაც შეეხება განტვირთვის მეთოდებს, მძიმე ვარჯიშების შემდგომ საჭირო არის განტვირთვაც და მეგობრებთან ერთად ხშირად ამოდივართ და სროლაშიც ვარჯიშობთ. მე ჯარისკაცი ვარ. მოგეხსენებათ, ჩემთვის ბრძოლა უცხოხილი არ არის. ზადა როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად ჯარს ჩემთვის ხილი არ შეუშლია. ასე რომ ერთი სული მაქვს, როდის მოვა ბრძოლის დღე, მზად ვარ მე ყველაფერთვის. ჩემ კარიერას რაც შეეხება, ჩემი კარიერა დაიწყო კარატიდან, 5 წელი ვშუბობდი კიოკუშინ კარატეს. და თავიდანვე ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი და რაც სპორტში ფეხი ავიდგი, როგორც კი წარმოვიდა ფიზიკური გამძლეობა და ყველაფერი და ამ ძალები მომემატა, ეგრევე გადავედი შევიცვალე სპორტი. მაგის მერე დაახლოებით 6-7 წელი ვიჭიდავე ძიუდო, პარალელურად დავდიოდი როგორც კრივზე, ისე MMA-ზე და საბოლოოდ მოხვდი გამაში. რაც შეეხება მზადებას, მზადების პერიოდში ალფა გრინის კომპანია გვერდში მიდგა მაქსიმალურად ყველა ძალები იღონეს ბიჭებმა, რომ მომზადება კარგად გამევლო. წონის კლებასაც შეეხება, წონის კლებაც ძალიან მშვენივრად გავიარე, არ გამჭირვებია საერთოდ. ერთადერთი რაც არის დარჩენილი არის ბრძოლა, მე ამისთვის მაქსიმალურად მზად ვარ და ველოდები მთელი სულით და გულით. მე ქულებზე არასდროს არ ვიბრძვი, მე ჩემს მეტოქეს ყოველთვის ვანადგურებ და არც ეს ბრძოლა იქნება გამონაკლისი. მე ჩემს მიზანს არასდროს არ ვაცილებ. მოგესალმებით უკვე ბათუმიდან, ეს ჩემი დილის ვარჯიშია.
ბრძოლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა. ვარჯიშის მიწურულს ვართ. წონის კლება არ მიწევს, ძირითადად ტექნიკაზე და ტაქტიკურ ვარჯიშებზე ვარ გადასული. მომზადების ნაწილი გავიარეთ კიკბოქსინგის აკადემიაში. სადაც ახლა რემონტი დაიწყო და გვიწევს გარეთ ვარჯიში, მაგრამ მე ეს არ მაჩერებს. და რაც შეეხება თურქ მეტოქეს, ორივე ბათუმში ვარჯიშობთ, მაგრამ ბათუმის ღირსეული წარმომადგენელი მხოლოდ მე ვარ და ამას 15 ნოემბერს დაგიმტკიცებ. დავასრულეთ ვარჯიში. რაც შეეხება ჩემს ფორმას, გამაში ბრძოლის დროს ყველაზე კარგ ფორმაში ვარ და რაც შეეხება ჩემს მოწინააღმდეგეს, მისი დებიუტით აღფრთოვანებული არ ვარ, იმიტომ რომ ვახოვის მოწინააღმდეგე არა, რომელთანაც 3 რაუნდი უნდა დაგჭირდეს. ეს ბიჭი არაა ჩემი დონის და სადღაც მეორე რაუნდის მიწურულს ამ ბიჭს დავასრულებ. რაც შეეხება თავის სტილს, კიკბოქსიორია, რაშიც მაქვს უპირატესობა, ვარ მოკრივე, მაქვს ლომი, მაქვს მოძრაობა. და როგორც თქვი, 15 ნოემბერს ამ ბიჭს მეორე რაუნდის მიწურულს დავასრულებ. Geçen sene yaklaşık olarak გასულ Kasım ნოემბერში ayında პირველად geldik ჩამოვედი აქ. buraya. მაშინ Ahmet'le დაიწყო çalışma აჰმედთან sürecimiz ჩვენი de კემპის tam პერიოდი. o şekilde başladı. Güzel მანამდე antrenmanlar უძრავი yaptık. ქონებისა და ვაჭრობის Karda, სფეროში kışta. მუშაობდი. Güzel mücadeleler verdik. აქ ჩამოსვლის Ondan შემდეგაც öncesinde გავაგრძელე emlak მუშაობა sektörüyle და ამ გზით ვიღებ შემოსავალს. O dal üzerinde işler yapıyordum. ჰობებზე Buraya რომ geldikten გითხრათ, sonra da emlak შაბათ კვირას sektörüne devam აუცილებლად etmeye karar მთაში verdim. ავდივართ. Hobilerimin arasında სროლა, genel olarak სირბილი, ძუნძული. atıcılık თავიდანვე yapıyoruz. ასე Ne დაიწყო yalan აჰმედის söyleyeyim. გაცნობაც და კემპი. Ormanda yürümeyi, gezmeyi, თოლშიც და koşmayı ყინვაშიც severim კარგი açıkçası. ვარჯიშები გქონდა. გულწრფელად რომ Sabahları თქვა, deniz ტყეში kenarında სეირნობა და სირბილი მიყვარს. antrenman yapmayı ve aynı zamanda bu tarz aktiviteleri severim ფილოები ზღვის genel პირას olarak. ვარჯიშობ. Onun და dışında da მსგავსი აქტივობები მომწონს. ticaretle yine პარალელურად uğraşmaya devam მუშაობ და ediyorum. ასე მიდის Alsatlarım ყოველდღიურობა. bu şekilde devam ediyor. Bu şekil. Yani bahsettiğim gibi genel olarak bizim ჩვენ kendi ძირითადი işimiz, საქმე araç მანქანების alım ყიდვა satım, araç გაყიდვა, alım satım yapıyoruz მაგრამ ama, კემპისა და işte kamp ბრძოლების პერიოდში süreçlerinde, maç საქმისთვის zamanlarında ყურადღების falan მიქცევა genel olarak გვიჭირს. işte yani işe pek adaptasyon sağlayamıyoruz. Ki ben 2-2,5 მე პირადად aydır უკვე da hiç ორ adaptasyon ნახევარი თვე sağlayamadım. საქმეს ვერ მოვერგე. მხოლოდ Sadece ვარჯიშზე antrenmanlara ვიყავი adapte oldum. კონცენტრირებული. Sadece idman yaptım. Sadece antrenmanlarımı çalıştım. Aynı zamanda თავისუფალ დღეებში hobi günleri olarak აშურხანთან yani ერთად მთაში ავდიოდი. free günleri olarak Asurhan'la beraber dağa çıktık. Ne bileyim işte ნადირობა, avcılık სროლა, yaptık, atıcılık სხვადასხვა yaptık, აქტივობა. ayrı işleri yaptık, კონდიციას kondisyonu ვიმუშაობდით და çalıştık. ასე შემდეგ. Vesaire vesaire. მოკლედ მზად Yani ვართ. hazırız, ძალიან gayet კარგად iyiyiz. ვართ. İnşallah bu maçtan İmediye sonra, bu yapacak maçı resmi yendikten gibi sonra şimdi işlerime çemsek adapte merhaba, olmayı sesle düşünüyorum. davul Bayağıdır işlerime adapte olamadım. Ama bundan sonra işlerime adapte დიდი olacağım. Bir ხანია de bu ვეღარ arada ვახერხებდი, მაგრამ ამის მერე arkadaşım აუცილებლად Yakup მოვახერხებ. Şahin'i სხვათა შორის, işte თუ ჩემს yenersek, მეგობარს, knockout იაკუბ edersek შაჰინს, şayet ის ბიჭი, Ermeni სახელი çocuk ზუსტად არ vardı, მახსოვს. ismini სერგო, tam სერჯი hatırlamıyorum. თუ სერგეი, Sergo mu, ნოკაუტით Sergi mi, დაამარცხებდა. Sergi mi, kimse. მას მანქანის Ben ჯგუფებას ona bir დავუკვირდი. küçük უკვე araba ვუთხარი, hediye მაგრამ sözüm მან var. არ Ben bunu მიიღო. ona vermiştim ama მიუხედავად o onu ამისა, almadı. მე სიტყვა Ben bunu შევასრულებ. tutuyorum. დღეს თუ არა ხვალ, Bugün ერთ olmaz დღეს yarın მას olur. Bir gün ამას ileteceğim აუცილებლად bunu ona. გადავცემ. Antrenman ახლა hazırlığı ვარჯიშისთვის yapıyoruz şu anda. ვმზადებით. იმიტომ ცოტა Eşyalarımız ბევრია biraz და fazla ცოტა გვიჭირს olduğundan როგორც ötürü ხედავთ. zorluk çekiyoruz açıkçası gördüğünüz gibi. Ayakkabı, სპორტული terlik, ფეხსაცმელები, ve ჩუსტები და benzeri სხვა საჭირო şeyler ნივთს ვამზადებთ. genel olarak. სრულ ეკიპირებას ვიკრებთ. Antrenman hazırlanıyoruz şu anda. ვარჯიშზე Antrenmanda შევხვდები. görüşürüz. Şampuan alsana. შამპუნი აიღე. Güzel ე seviyorum. კარგი გამახსენე. İçeriden banyo აბაზაინიდან გამოიტანე. კლუბები ასეთ ისე შევისწავლე. კარგი მებრძოლი ჩანს, ფიქრობ რომ ბოლომდე ამყვება. იმ სტილში რაც მე მიყვარს და ის თანახაობა დაიდება, რაც ხალხს ძალიან მოსწონს. ასე რა ვიცი, კარგად შევაფასებ. კარგი მებრძოლია, როგორც სიტყვიან ხოლმე, პადარკა ეგ არ არის რა. ეხლანდელი მომზადება აბსოლუტურად განსხვავებული იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩაერთო მეტად ფიზიკური გამძლეობები და არა უფრო ძალისმიერი ვარჯიშები, ძალა უკვე საკმაისად კარგად გვაქვს. გამძლეობა ეხლა ამ ეტაპზე ბევრად მეტია, ასე რომ ფიქრობ, რომ გამძლეობის ხარჯზე და ის პატარ-პატარა ტექნიკების ხარჯზე, რაც შეცვლილი არის, აბსოლუტურად სხვა შედეგი დაიდება, ვიდრე აი ამ ბრძოლებზე, რაც მე ჩატარებული მაქვს. ბადოს როცა შევხვდი, მას ჩემპიონი არ იყო და მასთან ბრძოლა ეხლა უფრო მეტად მაინტერესებს. მაშინაც იგივე ინტერესი იყო, მაგრამ ეხლა ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლით მოვიპოვებ ქამის საგზურს და გრძნობ, რომ ერთი ნაბიჯი მაკლია ქამრამდე და მე მაქამდე უნდა მივიდე აუცილებლად.
ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბრძოლა ჩემთვის ძალიან დიდ მოტივაციას წარმოადგენს, იმიტომ რომ საქართველოში იბრძვი ასპარეზობ თურქის წინააღმდეგ და მთელი ქართველი შენს მხარეს არის დარწმუნებული ვარ, ეგ მუხტი სპორტსმენს უდიდეს ძალას აძლევს და ჩემი აზრით მაგ რინგიდან ყდას თუ გამომიტანენ თუ არა და ისე მეწაგებული გამოსვლას არ ვაპირებ. მოკლედ მეგობრებო, გეულდებით ყველას ამ ძალიან მაგარი ივენტზე. ძალიან მაგარი ბრძოლები იქნება და მე პირობას ვიძლევი, რომ ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და შევეცდები, რომ საქართველოს დარჩეს ეს მოგება. გეულდებით ყველას. Uzun bir aranın ardından herkese selam. დიდი ხნის შემდეგ ყველას Tekrar მივესალმებით. bulunmaktayız. ისევ დაბრუნდით, Tekrardan ისევ sizinle თქვენთან olmak ვართ. çok güzel. Son maçımdan bahsedeceğim. ბოლო ჩხუბის Son შესახებ maçımda ვიტყვი. biliyorsunuz, სამწუხაროდ kemer ბოლო maçı შეჯიბრებაზე olarak kemer დავმარცხდი. maçı çıkmıştım. Kemer maçını maalesef yenildim. Çünkü მაშინდელი o anlar მღელვარება o სულ anın სხვა იყო. heyecanı bambaşkaydı. ცოტა Bir an ემოციურად biraz დავიბენი. kapatıldık. Ama onun ardından სულ çok სხვანაირი farklı ადრენალინი değişim იყო. oldu. Çok farklı değişimler yaptık. რეაქციებიც Kendimize çok შესაბამისი farklı მოყვა. antrenmanlar მაგრამ ეხლა hazırladık. სრულებით შეიცვალა Gezdiğimiz მიდგომა. antrenmanlar სულ çok სხვანაირად sert მოვიმზადეთ. antrenmanlar oldu. Çift idmana çıktı. Günlük ne bileyim kondisyonumuzu უფრო გავაძლიერეთ geliştirdik. კონცენტრაცია, Antrenman უფრო გავძლიერდით მორალურადაც. geliştirdik ve biliyorsunuz son maçımı წინა მეტოქე ჩამეხსნა. მე მაგ ბრძოლისთვის მზად ვიყავი. Zima'yı istemedi diye maçtan çekildiği için hazır bir şekildeydim ve bunun üzerine de tekrardan ეხლა კი koydum. სულ სხვა Yani ახმეტს ნახავთ. bambaşka bir Ahmet göreceksiniz. იცით, დაახლოებით 3 წელი არ მიბრძოლია და ჩემი ბოლო მატჩი კიკბოქსინგში იყო. Branş değişikliğine geçtim. Branş değişikliği დისციპლინა შევცვალე და გადავწყვიტე და MMA-ის ხელთათმანებით მებრძოლა. რადგან ვფიქრობდი, ეს ჩემთვის გარდამტეხი მომენტი შეიძლება გამხდარიყო. Dönüm noktası olabileceğini düşündüm. Çünkü zor bir branş ve რთული დისციპლინაა. თან უცხო ქვეყანაში ვართ. ამ წელს ქვეშ როგორ მუშაობდით, ამაზე nasıl მეფიქრებოდა. ilerleyebileceğimizi düşündüm. Çünkü buraya gelmem yaklaşık olarak ერთი წელია Türkiye'mi aldı, bir საქართველოში senedir ვარ. Gürcistan'da bulundum. მანამდე ბრძოლის შეთავაზებები მქონდა, Daha მაგრამ öncesinde დიდხანს dövüş ვფიქრობდი. teknikleri geldi. Bunu ვარჯიშობდი. uzunca düşündüm. მაშინ მზად არ ვიყავი. Antrenmanlarımı yaptım. O zaman hazır değildim. Gelip gitmem. ახლა მზად ვარ. გადაწყვეტილება მივიღე და ასე გამოვიდი. Ve hazırdım da. Ona karar vererek çıktım. ერთ თვიანი Bir ay კემპი გავიარე და კიდევ ერთი თვე დამატებით ekstra მომემზადე. hazırlık süreci geçirdim. Kamplarımıza devam კემპს ediyoruz. გავაგრძელებთ და მაგარ Bu ბრძოლასაც süreçte გავმართებთ. devam edeceğiz. İlk maçımda პირველი ბრძოლა რომ გავიხსენოთ, გულწრფელად ხელვარება საერთოდ არ მქონდა. sadece უბრალოდ ატმოსფერო განსხვავებული იყო. ხელთათმანებით სხვანაირი აღმოჩნდა. 4 უნცი იყო და მსუბუქად მეჩვენა. ჩვენ ჩვეულებრივ 14 უნცით ვარჯიშობთ. მეორე ბრძოლა პირდაპირ ამიტომ ავიღე, რომ დიდი ხანია კემპში ვარ და მზად ვარ. როცა მზად ხარ, შანსი უნდა გამოიყენო. წონის მხრივ პრობლემა არ მაქვს. ბოლოს ცოტას ჩამოყრი და მორჩება. სხვა პრობლემა არ მაქვს. დებიუტზე კიდევ ნერვიულობა არ მქონდა. უბრალოდ რინგი პატარა იყო და ხელთათმანები სხვანაირი. რინგში ცოტა ძალა დავკარგე, რადგან წონა სწრაფად დავიკელე. Ring içerisinde biraz ეს სტრატეგიაც მქონდა დაგეგმილი. ახლობლებსაც ვეუბნებოდი, მესამე რაუნდამდე დავაგდებ მეთქი. მაგრამ მაშინ ძალა აღარ მქონდა. ერთ კვირაში დაახლოებით 8-9 კილოგრამის დაკლება მომიწია. Gücüm açıkçası çok kalmamıştı o zaman çünkü ani kilo vermek zorunda kalmıştım. Bir haftada yaklaşık olarak 8-9 kilo kesmiştim. Bundan dolayı nakat ამიტომ edememiştim. ნოკაუტი ვერ მოვახერხე. Şu ახლა anda, წონასთან პრობლემა kiloyla აღარ alakalı bir მაქვს. ამიტომ problemim yok. მეორე ბრძოლა მოკლევად და შეავიღე. Bundan ötürü ikinci maçı kısa bir sürede almayı tercih ettim. Zaten ilk maçımı atmadan öncesinde de პირველი ბრძოლის დასრულებისას მაესტროსაც ვუთხარი, ერთი მოვიგე. მეორეს როდის ვიჭყობე. mental olarak და kazandım. მათაც სწრაფადვე İkinci maçı ne zaman დამიგეგმეს. yapıyoruz diye belirtmiştim. Bundan ötürü de hızlı bir şekilde maç ayarlandı bana. Nasip de varsa ikinci maçı da benzer şekilde almayı მეორესაც düşünüyorum. ანალოგიურად Rakibime ავიღებ. başarılar diliyorum. მეტოქეს წარმატებას Kimseye ვუსურვებ. saygısızlık yok. ჩვენ Çünkü არავის bize böyle ვეუხეშებთ. öğretildi. ასე გვასწავლეს. Bol şans diliyorum. Ben hazırlığımın karşılığını alacağıma inanıyorum. დიდი მადლობა. Ve aynı ჯერა რომ şekilde ჩემს devam შრომას etmeye, შედეგი ექნება და იმავე სტილში mücadele ბრძოლას etmeye devam გავაკეთებ. edeceğim. Bu kadar. Teşekkür ederim. 15 ნოემბრის საღამოს თბილისში გამას ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩვენც ვიბრძოლებთ. ორი თურქი სპორტსმენი. Goodfellas რომ თქვეს, ჩვენზე ჰქონდა საუბარი. მან დასანგრევად მოვდივართ. ღმერთის ნებით თურქები 2-0-ს ავიღებთ და გამარჯვებით გამოვართ.
ჩვენ Galibiyetle მზად ვართ. oradan çıkacağız. Biz hazırız. İyi dinleyin. მეორე ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირია და უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ორივე ბათუმს წარმოვადგენთ, მაგრამ ბათუმელი მხოლოდ მე ვარ. ჩემი წინა ბრძოლა ინიბაევთან პირველი მარცხი გამაში, პირველი ნოკაუტი საბრძოლო კარიერაში. მიზეზებზე ლაპარაკს არ ვაპირებ. ამ ბრძოლით ყველა იმ კითხვით ნიშანს უნდა გავცე პასუხი, რაც წინა ბრძოლაში გაჩნდა და ეს გამარჯვება დამაბრუნებს სადეტურო რბოლაში. რაც შეეხება კიდე დეკემბრის ბრძოლას, საინტერესოა რა მოხდება. ნაირთან რინგს ვერ გავიზიარებ, იმიტომ რომ ეს ბიჭი მარტო ხელთათმანების გარეშე ჩხუბობს. მე კიდე ხელთათმანების გარეშე ჩხუბს არ ვაპირებ. ყველას გონია რომ ნაირს ადვილი ბრძოლა ელოდება, არა და ენიბაევთან უკვე გამოვცადე ჩემი თავი და ძალიან რთული, ძალიან სტილისტურად ძალიან მიუდგომელი მებრძოლია, ისე იცვლის, ისე გიცვლის მოძრაობებს, ისე აკეთებს, ისე დარტყმები აქვს და ის ერთი დარტყმით არ მოყოფილდება, სულ კომბინაციებს აკეთებს. გააჩნია რა მოხდება პირველ რაუნდში, თუ პირველ რაუნდს გადაიტანს, შეიძლება ამ ბრძოლაში ყველაფერი მოხდეს. რაც შეეხება 70 კილოს, არ ვაპირებ წონის შესვლას. მინდა რომ აქტიურად დავრჩე 70 კილოში. უკვე გამას მაყურებელმა ნახა რომ 4 თვეში ჩავატარე 3 ბრძოლა, პირველივე რაუნდის ნოკაუტით დავასრულე ყველა. მინდა რომ დეკემბერი, იანვარი გადავაბა, 3 ბრძოლა ჩავატარო 3 თვეში. ერთ დროს ითვლებოდა 70 კილო ყველაზე კონკურენტ უნარიან წონით კატეგორიად, მაგრამ კორტავა წავიდა, იოსელიანი კიდე აღარ ჩანს. მებრძოლები თითქმის აღარ არიან, ჯაჯანიძეც წავიდნენ ვიღაცები, მე არც წონის შესვლას ვაპირებ, არც გამადან წასვლას, გამაში აქტიურად ვჩები, მაყურებელს მაგარ და სანახაობრივ ბრძოლებს შევთავაზებ და თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს 70 კილოში, ეს იქნება MMA-ის მებრძოლი, ბერნაკლის, კრივის მნიშვნელობა არ აქვს და თუ რამე პრეტენზია იქნება ქამარზე, ჯერ ჩემთან ბრძოლა მოუწევს, იმიტომ რომ მთავარი პრეტენდენტი საქამრე მე ვარ. ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლაა დამარცხების მერე უბრუნდები. და ზედიზედ მეორე საერთაშორისო ტურნირზე წაგების უფლება არ მაქვს და ძალიან